მისიხებები ბოლო დღეების ინფორმაციების გათვალისწინებით ის რომ პროტესტი იღებს აშკარა პოლიტიკური შეფერილობას. კი ბატონო და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ელოდება კახა კალაძის შეფასებებს, მათ შორის ოპონენტების ბრალდებებზეც მოგესალმებით მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. აი რა სურათს ვიღებთ უკვე ბოლო დღეების აი ახალი შტრიხების გამოკვეთის შედეგად თუ ეს პროცესი დაიწყო ერთი კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი აზრის გამოხატვის აი ბოლო პერიოდში ფარული ჩანაწერები იქნება თუ სხვა ტიპის ინფორმაცია უკვე იღებს სხვა სახეს ეს პროტესტი ხო? მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მე მგონი საზოგადოება კარგად ხედავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ეს არის მართული ძალადობრივი პროცესები, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ვიღაცებს აქვთ იმის მცდელობა, რომ აღნიშნულ აქციებს მშვიდობიანი დაარქვან, თუმცა ჩვენ ხედავთ რადიკალურ დაჯგუფებებს. მე რა თქმა უნდა ყველაზე არ ვსაუბრობ და არ შეიძლება ყველა ერთიან კონტექსტში მოვიხსენიოთ, იმიტომ რომ მართლაც არიან ადამიანები, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, ვინც ეწინააღმდეგება და არ მიესალმება არანაირ ძალადობას და თქვენ გახსოვთ კადრები, როგორც კი ის რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები იწყებდნენ ძალადობას პოლიციელების მიმართ, ქვების სროლა იყო ეს, სიტყვიერი შეურაცხყოფები, ფიზიკური შეურაცხყოფები, ფოთლების სროლა, მაშინვე აქციის ძალიან ბევრი მონაწილე იშლებოდა და მიდიოდა სახლში, იმიტომ რომ არ არის ახლა მისაღები არავისთვის ძალადობა. თუმცა მცდელობა აქვთ იმისი, რომ აღნიშნული აქციები შენიღბონ დემოკრატიულად, შენიღბონ ვითომ ახალგაზრდების პროტესტად, მაგრამ რეალურად ამის უკან დგას რადიკალური ძალები. ეს არის ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ჩვენ ვიცით ყველამ ძალიან კარგად, ეს ჩანაწერებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი მზაკრული გეგმა, რა სურვილი აქვთ და ეს ყველაფერი მხარდაჭერილი არის უცხოეთიდან. უცხოური ფონდების მხრიდან შემოსული თანხებით, რომელიც საზოგადოებამ არ იცის და ეს ყველაფერი არ არის გამჭვირვალე და ზუსტად ამის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ყველაფერი, რომ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს დემოკრატიის შემობრკოლებელი ან ევროინტეგრაციის შემობრკოლებელი, ხო, როდესაც საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც მე ვფიქრობ და ავიცი, რამდენი წელი იტალიაში ვიცხოვრე, ევროპაში ვცხოვრობდი და ძალიან კარგად მესმის რა არის ევროპა, ევროპულობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მაგრამ ამას აქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ სხვა მიმართულება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის არაკეთილ მოსურნეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აქვს მცდელობა ხელისუფლების აყირავების, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რევოლუციის მოწყობის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ სხვა პარტიას, ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ და მცდელობა აქვთ, რომ აი ეს ახალგაზრდების გულანთებული ადამიანები, ვინც არიან, ყველაზე არ ვსაუბრობ, იმიტომ იქ არის დაჯგუფებები ექსტრემისტული, რადიკალური, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლები, მე მათზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ნორმალურ ჯანსაღ ადამიანებზე, ხო? ამათი გამოყენება უნდა და ეს ძალიან მძიმეა პირადად ჩემთვის, რომ აი ეს რადიკალები ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას თავისი ბოროტის, ზრახვების გასახორციელებლად და როგორც კი ხდება ხოლმე, ნახეთ როგორი მიმდინარეობა აქვს აქციებს, არის მოწოდებები პარლამენტის ბლოკირებასთან, ხო? ბლოკირებაზე, როგორც კი ხდება კანონს მიღმა ფაქტები, როდესაც ფიქსირდება, ეს ლიდერები ყველა გაიპარება ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას. აი ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, ყველას მინდა მშვიდობისკენ მოუწოდო, ყველას მინდა ვიმართო, რომ მეგობრებო, ახალგაზრდებო, არ გამოგიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვების გასახორციელება. ჩვენ არაფერი არ აგვაქვს გასაყოფილად. აქ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე და რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და როდესაც საუბრობთ ევროპაზე, ხო? თუ კი რაიმე წარმატებას მივახციეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს პერიოდი ასოცირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდთან და ქართულ ოცნებასთან. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება ქართული ოცნების ხელისუფლებას და მომავალშიც ესე გაგრძელდება და ეს დამოკიდებულება გვექნება, მაგრამ პირველ რიგში დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იგივე სიტუაცია მოაწყოს საქართველოში, რაც ჩვენ და სამწუხაროდ საუბედუროდ ხდება უკრაინაში. არავის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ამის გამოყენებას. საქართველო ვერ იქნება კუბილიუსის.
და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ქვეყანა. საქართველო არის ქართველი ხალხის ქვეყანა. პირველ რიგში გულანთებული ადამიანების, სამშობლოზე შეყვარებული ხალხის ქვეყანა და ყოველთვის საქართველოს ხელისუფლება გაატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ამ ქვეყნის ინტერესს პირველ რიგში. თქვენი ოპონენტები ახლა ხელისუფლებას გადანაშაულებენ მასობრივ რეპრესიებში. გუშინ ჩვენ ნახეთ რამდენიმე ნაცემი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერი და მათ შორის აქციის მონაწილეები, რომელთაც თავს დაესხნენ. ალბათ თქვენც ნახეთ ეს კადრები და თქვენი ოპონენტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ეს თავდასხმებიც ასევე გარკვეული ზარები, რაზეც სოციქსელებში საუბრობდნენ, არის პირდაპირ ხელისუფლების ინსპირირებული. აი დაახლოებით ასეთი განცხადებები აქვს, რომ უკვე ოცნების დასასრული მოდის და ხელისუფლება გადავიდა ძალაუფლების მაქსიმალურ შენარჩუნებაზე. რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდებებზე? ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და ეს არის ის რადიკალები, რომლებიც თავიანთი გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ეს გეგმა არის აკერმანის სახელმძღვანელო, სადაც პირდაპირ წერია თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. ხვალ სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო Facebook-ზე ჩემი ვიდეო მიმართვა, სადაც დეტალურად მინდა ავხსნა რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში და როგორი პარალელებია იმ აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც მშვიდობიან აქციებს უწოდებენ. რეალურად მშვიდობიან აქციასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს, აქვს კონკრეტული ზრახვები, ეს არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, გადატრიალება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. როგორ შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა? ჩვენ ხო იგივე ადამიანები არა ვართ, რასაც ისინი წარმოადგენენ, გავიხსენოთ თუნდაც პარლამენტში ელისაშვილის ლაჩლური ქმედებები, როდესაც მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ხო, რა განცხადებებს აკეთებდნენ? პირდაპირ მოწონებები იყო ამასთან დაკავშირებით და ამბობდნენ ყველა ლიდერი ოპოზიციის და იმ აქციის ორგანიზატორები, რომ აი საღოლ ალეკო ელისაშვილს მაგარი კაცი ხარ, წახალისება მიდიოდა პირდაპირ. თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ქმედება ავიღოთ, ხო? როდესაც კონკრეტული ადამიანი დაკავებულია, მისჯილი აქვს იმაზე, რომ პოლიციას მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, ცოცხლად წვავდა ადამიანს და გამოდიხარ იწყალებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს რადიკალები ოპოზიციური სპექტრი ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი, ვინც პოლიციას ესროლა მოლოტოვის კოქტეილი, ცდილობდნენ, რომ გმირად გამოეყვანათ. აი ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ. ვინ იყო ისინი, ვინც ასაჯაროებდა პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრებს? ვინ იყო ის ადამიანები, ვინც გადადიოდნენ პირად შეურაცხყოფებზე, უგზავნიდნენ წერილებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა? ეს შეიძლება ყოფილიყო სპორტსმენი, ფეხბურთელი, მომღერალი, ხელოვანი, არა აქვს მნიშვნელობას. ხო, ეს ხო არ არის პირველი შემთხვევა. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც პირდაპირ აშანტაჟებდნენ, ურეკავდნენ, შეურაცხყოფებს აყენებდნენ, რომ უბრალოდ მათ სხვა მოსაზრება ჰქონდათ. ესე იგი, თუ შენ არ ეთანხმები მათ უმცირესობას, რომელსაც დღეს ისინი წარმოადგენენ, ესენი ხარ ქვეყნის მტერი. ეს იალიყების მიკერება, ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ქმედებები და იცი რა მინდა ვთქვა, არ შეცვლილან ეს ადამიანი, იგივე ადამიანები არიან, როდესაც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ, უფრო ძაფრად ახორციელებდნენ ქმედებებს, კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს უბრალოდ ამდენი რესურსი არ აქვს, მაგრამ რა შესაძლებლობებიც გააჩნიათ, არ იშლიან ამ ყველაფერს. ეს არის მათი რეალური სახე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ, ვისაც სხვა მოსაზრებები აქვს, სხვა შეხედულებები აქვს ამ კონკრეტულ მიმდინარე თემებთან დაკავშირებით. ვიღაცამ შეიძლება მართლა არ იცოდეს გულწრფელად აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით თემა და არ აფიქსირებდეს თავის მოსაზრებას. არ აინტერესებს, შეუვარდებიან, ლანძღავენ, როგორ შეიძლება მას არ კონდეს პოზიცია და თუ ის დააფიქსირებს მაგალითად პოზიციას, რომ გამჭვირვალობა მისაღებია და ეს ევროპას როგორ შეიძლება გამჭვირვალობა შეეწინააღმდეგოს, მაშინვე თავდასხმა მიდის, შეურაცხყოფის მიყენება მიდის, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური რისი მომსწრენიც ვართ და ფსიქოლოგიური ტერორი განსაკუთრებით მძაფრად დაუპირისპირეს ჩვენ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს. ხოდესოჩის ფარულ ჩანაწერებში, რაც გავრცელდა, იქ იგრძნობოდა მათი დამოკიდებულება ხვიჩაკო არაცხელიას მიმართ, როგორი პატრიოტები არიან და როგორი გულშემატკივრები არიან. ლევან კობიაშვილმა ვრცლად ისაუბრა თავის მიმართვაში, ის თუ რამდენად
მნიშვნელოვანია დღეს გაფრთხილება ფეხბურთელებისა, როდესაც ერთი თვე არის პრაქტიკულად დარჩენილი ევროპის ჩემპიონატამდე. უბრალოდ საინტერესოა თქვენი შეფასებაც, აი როგორ ახასიათებს თავად ამ ადამიანებს. მაგრამ რომელ გაფრთხილებაზე ვსაუბრობთ? მე მგონი საზოგადოება ხვდება ჩვენ ვისთანა გვაქვს და რასთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებს რა ჯერ ფეხბურთი საერთოდ ვერ ერკვევიან. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის სპორტი, რა არის ფეხბურთი და ეგ ასევე მათი ქმედებებიდანაც ჩანდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ხო? თუ კი რაიმე ინფრასტრუქტურა არსებობდა, სპორტულ ყველაფერი დაანგრიეს, გაყიდეს, გააუბედურეს და სამშენებლო მოედნებად ჰქონდათ გამოყენებული. რომ არ მოსულიყო ქართული ოცნება 2012 წელს ხელისუფლებაში, ეს პროცესი გაგრძელდებოდა და ფეხბურთი საერთოდ განადგურებული იქნებოდა. დღეს აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ფეხბურთთან და ზოგადად სპორტთან მიმართ. დღეს, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჩამოდის სათამაშოდ, ის ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, როგორ ითამაშოს და როგორ მოახერხოს მისი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენა. ამისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. საუკეთესო მოედნები, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ატმოსფეროს გუნდში იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ყველას დამსახურება, ეს სიდან ხო არ მოსულა ეს ყველაფერი და ეს მიზანმიმართული შეტევები, ეს ხვიჩა კვარაცხელი აახსენეთ თქვენ. მე უბრალოდ მაქვს ასევე სხვა ფეხბურთელებს რა შინაარსის მესიჯებს უგზავნიან. უბრალოდ ეს საზოგადოებამ ნახოს, აი არ ვიცი, უბრალოდ მე პირადად შოკირებული ვარ. ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ზიზღი, ამდენი ბოღმა ოჯახის წევრების მიმართ, არა მხოლოდ ფეხბურთელებზე, მათი ოჯახის წევრების მიმართ. და ეს არა მხოლოდ ფეხბურთელებზე და სპორტსმენებზე ხდება, მერწმუნეთ. ხელოვნების სხვა წარმომადგენლებზეც იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გვაპატიებს საზოგადოება ამის უბრალოდ ისე გატარებას. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ. ფაშიზმი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ვისაუბროთ კანონ პროექტთან დაკავშირებითაც. ერთია თქვენი ოპონენტების განცხადებები, რომელსაც მუდამ ვისმენთ და რომლებიც მუდმივად კრიტიკულად არიან თქვენს მიმართ განწყობილი, მაგრამ ასევე ამ ყველაფერს ემატება განცხადებები საზღვარგარეთიდან, ხო? მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ევროპარლამენტიდან და ასე შემდეგ. დღეს მაგალითად, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში კეთდებოდა განცხადება, ითქვა, რომ კიდევ არის დრო ერთობლივად იმუშაონ საქართველოს და მოკავშირეებმა ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. ვისმენთ კრიტიკულ შეფასებებს. როგორ ფიქრობთ ამ სიტუაციას რა შეცვლის განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ევროდეპუტატები იმასაც კი ითხოვენ, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი ჩამოერთვას? ხო, ესე იგი ჩვენ ბოლო ამ ხნის განმავლობაში, რაც მოხდა აღნიშნული გამჭვირვალობის კანონის ინიცირება, ხედავთ ძალიან დიდ შემოტევას. მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე და როდესაც თვეების წინ საუბარი იყო კანდიდატის სტატუსის მიცემა არ მიცემაზე ქვეყანაში, ვნახეთ მაშინაც რა განცხადებები კეთდებოდა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დაჩაგვრის მცდელობა, თუმცა ჩვენ თავს არავის არ დაუხრით, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს. ჩვენ შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით, მაგრამ თავმოყარი ხალხი ვართ. და რაღაც პრინციპები გაგვაჩნია. გვიყვარს ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, გვიყვარს ის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა და ის რომ დღემდე მოვედით, ყველაფერი ამის დამსახურებაა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და ამ ყველაფრით გვინდა ევროპული მომავალი. თუმცა დღეს გამოდიან და გვეუბნებიან თეთრზე შავიაო. პირდაპირ ვიტყვი, რომ აქვს ნაცრის თვალში შეყრის მცდელობა. ასე იყო რამდენიმე თვის წინათ, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდიოდა საუბარი და რატო არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მაშინ, როდესაც პირობითად მაგალითად უკრაინას მიცეს, მოლდოვას მიცეს. იგივე პროცესი მეორდება, რაც იგივე პროცესი მიმდინარეობს. გვახსოვს ის შეურაცხყოფელი განცხადებები, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პირდაპირ ტოლობის ნიშანი ისმებოდა კრიმინალ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მოწოდებები ხო კეთდებოდა, ჩვენ ხო არ ვიგონებთ რამეს, ხო გვახსოვს ის მოწოდებებიც, რომ თუ სანქციებს არ მიუერთდებოდა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დამანგრეველი, დამაზიანებელი, გამაუბედურებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ესე იგი თუ ამას არ გავაკეთებდით, ჩვენ ევროპას ვშორდებოდით და ვერანაირად ვერ შევძლებდით ევროკავშირში გაერთიანებას, სტატუსის მიღებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ეს შანტაჟი, ეს მუქარა, ეს არ არის არც მეგობრული, არც პარტნიორული, არაფერში არ ჯდება. მე მესმის, რომ არის ადამიანების გარკვეული დაჯგუფება, არის ერთი ხაზი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანა დაიმონოს, გაატაროს თავიანთი ინტერესები და როდესაც
მათ მიერ დასმულ მთავრობას, რომელიც მათი აგენტები იქნებიან, უცებ ხელს დაუქნებენ, აბა მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას ქვეყანაში, სანქციებს უნდა მივუერთდეთ და ამის გამკეთებლები არიან, უნდათ ეს ხალხი მოიყვანონ ხელისუფლებაში, რომ ქვეყანაში მოხდეს იგივე, რაც ხდება უკრაინაში. გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის ჩვენი ქვეყანა და არავის არ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხი საზარბაზნეთ იყოს გამოყენებული და ჩვენი ქვეყანა იყოს დაჩაგრული. აი მე ერთ მარტივ რამეს ვამბობ და დღესაც ვისაუბრე ამაზე. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა ხელისუფლებას და გადაგვედგა ისეთი ნაბიჯი, რომ მაგალითად აი შევუერთებოდით სანქციებს. გაგვეხსნა მეორე ფრონტი ქვეყანაში. დღეს სად იქნებოდა საქართველო? რა მდგომარეობაში ვიქნებოდით? რა ევროპაზეა ზოგადად საუბარი? შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა, მაგრამ დავდექით მტკიცეთ, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის იქნებოდა პირველ რიგში ცუდი. და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, შვიდობაც შევინარჩუნეთ ქვეყანაში და ამ მიდგომებით ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, ხო? ვინ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაიმეს წარმატებას მივახციეთ, ქართული ოცნების ხელში მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ რო რუსეთუმე ხელისუფლება ვიყოთ, 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში. რატო დღეს მაინდა-მაინც გუშინ გავაკეთებდით იმას, რომ რუსეთისკენ წავსულიყავით, ხო? მაგრამ არ გვინდა ეს რუსეთი, კაცო. გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ გვინდა რომ ღირსებით, თავაწეულები ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გავამყაროთ ჩვენი სუვერენიტეტი. აღნიშნულ კანონზე ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ხო? ხوار მალავთ რაიმეს. ვამბობთ, რომ გვინდა შევამციროთ უცხოური გავლენები. გვინდა შევამციროთ ამერიკული გავლენა ქვეყანაში. გვინდა შევამციროთ ევროპული გავლენა, რუსული გავლენა, სხვა ქვეყნების გავლენები. არის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც გვიჭირს ასე საჯაროდ საუბარი. მაგრამ ამ კანონს აღიქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც იარლიყის მიწებებას იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მათი კონტროლი. აი ვიცმეთ განცხადებებს იმაზე, რომ თითქოს ხელისუფლების მიზანია, რომ საბოლოო ჯამში აღარ შემოვიდეს არანაირი თანხა არასამთავრობოების ფუნქციონირებისთვის და ეს ორგანიზაციები საერთოდ ძალიან მარტივად ვიტყვი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა შეეწინააღმდეგოს კარგი პროექტების განხორციელებას. აი როგორ შეიძლება ხა შევეწინააღმდეგო იმ კარგს, რაც ქვეყანაში კეთდება უცხოური დაფინანსებით, ხო? საკუთარი თავის მტერი ხო არა ვართ. საკუთარი ქვეყნის მტერი ხო არა ვართ. მაგრამ აქ არის სხვა მოცემულობა. ჩვენ ვიცით და ვხედავთ კონკრეტულ შემთხვევებს, რაც რა თქმა უნდა დამაზიანებელია ამ ურთიერთობაში და მაქსიმალური მცდელობა რომ შეარყიონ ხელისუფლება, მიიღონ გარკვეული დაფინანსებები იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც პირდაპირ მხილებული არის პოლარიზაციის გაღვივებაში, ექსტრემიზმში, რევოლუციის მოწყობაში და საიდან ფინანსდებიან ესენი? უცხოეთიდან, უცხოური ფონდებიდან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, საიდან ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რა შეიხარჯება, რა პროექტებში იხარჯება ეს ფული. დღეს ეს ცნობილი არ არის. არავინ არ იცის მაგალითად სირცხვილია საიდან ფინანსდება, დროა საიდან ფინანსდება, ეს ტალღა კიდე რაღაცეები უამრავი ექსტრემისტული ორგანიზაციებია შექმნილი იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს ქვეყანაში. და შენ, როდესაც ჩემი კეთილმოსურნე ხარ და გინდა ჩემი ქვეყნის განვითარება, წინსვლა, გინდა რომ დამიფინანსო მაგარი პროექტები. მე ამაში როგორ შეიძლება შეგეწინააღმდეგო? მაგრამ ერთი ხელით ამას აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, ну არ ვიცი რა ძვირფასია ჩვენთვის ყველაფერი იმის წინააღმდეგ აფინანსებ ამ ყველაფერს. ну ეს უკვე არც მეგობრობა არის, არც პარტნიორობა არის. შესაბამისად, ეს კანონი ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. უნდა ვიცოდეთ ვინ არის მტერი და უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოყვარე. ამ ორგანიზაციების ბრძოლის მეთოდებზე საზოგადოებას უკვე შეექმნა გარკვეული წარმოდგენა, მით უმეტეს რომ ჩვენ აი ნაცმოძრაობის ლიდერებისგან პირდაპირ გვესმის გაფრთხილებები, რომ შეიძლება მსხვერპლიც კი გაჩნდეს, ასე ვთქვათ, ამ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პლუს სატრანსპორტო კვანძების პარალიზება დედაქალაქის ყველაფერს კადრებლები არიან, ყველაფერს კადრებლები არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ადამიანების ლიკვიდაციაზეც ყველაფერს ეს გაუკეთებიათ პირველ შემთხვევაში ხო არ არის კაცო 26 მაისს როდესაც
საპროტესტო აქციის დაშლა ხდებოდა, ჩვენ ნახე ადამიანები, ხო ნახეთ რომ ადამიანები დახოცეს და ჯიხურებზე შემოალაგეს მიცვალებულები. და ვითომ უბედური შემთხვევა მოხდა და ელექტროენერგიის დარტყმით გარდაიცვალა ვითომ ადამიანები. ყველაფრის კადრებლები არიან, ერთ-ერთ მათგანს პარლამენტში წამოწდა კიდეც, რომ შეიძლება რომელიღაც ახალგაზრდას რაღაცა მოუვიდესო. ამიტომ მინდა მიმართო ახალგაზრდებს, ვინც მართლა რაღაცას ფიქრობს. შეიძლება იცით რა არის დღეს რაღაცაში ვერ ერკვეოდე, რაღაცაში არ კონდეს სრული ინფორმაცია, დაფიქრდით მეგობრებო, დაფიქრდით, გააკეთეთ ანალიზი, შეხედეთ რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება რეგიონში, მსოფლიოში როგორი პოლიტიკური ვითარება არის. მე დარწმუნებული ვარ, აი გულწრფელად მჯერა, გავა დრო და ბევრი ის ახალგაზრდა, რომელიც დღეს აპროტესტებს აღნიშნულ გამჭვირვალობის კანონს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. რატო არის ცუდი? ვერ საუბრობთ, ერთი არგუმენტი აქვს, რომ აი უცხოელები გვეუბნებიან. უცხოელები გეტყვიან მაგას, იმიტომ რომ მათი გავლენა მინდა შევამცირო, ხო? აი დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ვინც ღირსეული ადამიანია, ბოდის მოიხდის ამ ყველაფერზე და იტყვის, რომ ვწდებოდი. რაც იყო იგივე თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. იგივე როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ხო გახსოვთ ზელენსკის ფოტოები ეყენათ Facebook გვერდზე, საკუთარ გვერდებზე და ჩვენ მოგვიწოდებდნენ რომ მეორე ფრონტში ჩავთვლიყავით, ის განცხადებები რომ მირჩევნია იმ განცხადების მოსმენას, რასაც ხელისუფლება ამბობს მესიჯის სახით, ბომბებიც ვიოდეს საქართველოში. ეხლა ესენი ნორმალური ადამიანები არიან, ვინც ამ მესიჯებს აჟღერებდა და გჯერათ იმისი რომ ჩვენი ქვეყანა უყვართ და საქართველოსზე და საქართველოს მომავალზე ფიქრობენ. რამდენად საყურადღებოა სააკაშვილის ბოლო მიმართვა, რომ არ უნდა დაელოდონ არჩევნებს. ახლა აქამდე გვესმოდა, რომ არჩევნებამდე უნდა მივიდნენ აი ბრაზით და საპროტესტო მუხტით და იქ გამოჩნდება ვინ იმსახურებს ძალაუფლებას. ახლა შეიცვალა. აგა მე მაგას ვამბობ, რომ ეს აქციები შენიღბულია ვითომ ახალგაზრდების აქციებად, ვითომ ბავშვების აქცია, რა ბავშვების აქციაზე ვსაუბრობ. ნახე ვინ დგას ამ ადამიანების უკან. შეხედეთ იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, რომლებიც იმ პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ წევრებს წარმოადგენენ, რომელიც რადიკალიზმით არის გაჯერებული, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს აკეთებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდებით. იგივე ის განცხადებები, ის ქმედებები, დადგმული სპექტაკლები, ვიღაცა ვითომ ქორწინდება აქციაზე, ვიღაცა ეს ყველაფერი გაწერილი არის აკერმანის სახელმძღვანელოში მანიფესტაციების დროს, როგორ უნდა მოიქცნენ და შიგადაშიგ როგორ უნდა მიეცეს აღნიშნულ აქციას მშვიდობიანი ხასიათის აქცია, იგივე თუნდაც აღდგომის წინა დღეს ნახეთ აღდგომის საღამოს ლოცვა თან ვისგან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ახლაც აგრძელებენ. ერთი დღე ილოცეს, მეორე დღეს ისევ პატრიარქის გინებაში იყვნენ. აი ეს არის ის ფარისევლობა, რასაც ვხედავთ დღეს და მცდელობა არის, რომ აღნიშნული აქციები შეიფუთოს რაღაც დემოკრატიულად, შეიფუთოს ვითომ ახალგაზრდების აქციად და ბავშვების აქციად. რეალურად ეს არის ძალადობრივი აქცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის უკან დგას კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული რადიკალური დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკოსებს გულისხმობ, თქვენი ოპონენტები არიან, თავდაპირველად თითქოს ამბობდნენ, რომ აქციებში არ მონაწილეობდნენ, უпростоრად რიგითი მოქალაქეების სტატუსით მონაწილეობდნენ. შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ უერთდებიან აქციას სრული პარტაქტივით და ასე შემდეგ. ახლა რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს აქციები გაგრძელდება, როგორც ისინი ანონსებენ და გაგრძელდება ძალიან დიდხანს. როგორ წარმოგიდგენიათ ვითარების გაგრძელება, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ მაღალ ტურბულენტობას, როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა? აი, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ჩვენ მივალთ არჩევნებამდე ასეთივე მაღალი დაპირისპირების ხარისხით, პოლარიზაციის ხარისხით, თუ შესაძლოა იყოს რაღაც განმუხტვა ამ პროცესში? რაც შეეხება დაპირისპირებას, პოლარიზაციას, ამ ყველაფრის სახალისება ხდება უცხოეთიდან, ხედავთ ჩვენ არაერთ განცხადებას. ეს არის პირდაპირ ძალადობის სახალისება, პირდაპირ პოლარიზაციის სახალისება განცხადებების სახით და ასევე კონკრეტული დაფინანსებებით ხდება ამ ყველაფრის გაკეთება. ნუ ეხა თავისი მოსაზრება ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს სხვადასხვა ფორმით. იგივე თუნდაც აქციებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს სხვადასხვა თემებზე. ძალიან ბევრი, უამრავი ინფორმაცია მათ გეგმებზე, გადასადგმელ ნაბიჯებზე. მე მინდა ყველას მოუწოდო
სიმშვიდისკენ არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა ქმედებები. ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ვაფრთხილებ ყველას, ცეცხლს ეთამაშებიან. ვაფრთხილებ ყველას, ძალიან ფრთხილად იყვნენ. აქციის ჩატარება უნდათ მშვიდობიანად კეთილი ინებონ და მშვიდობიანად ჩაატარონ, მაგრამ როგორც კი გადაცდომა იქნება, ამას მოყვება ძალიან მკვეთრი რეაგირება, რა თქმა უნდა, ისიც კანონის ფარგლებში. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები უსაფრთხოების სამსახურის და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდან, ხო? დაპირისპირების, რევოლუციის არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ჩვენ უკვე წარსულს შავაბარეთ ის დრო, როდესაც რევოლუციით ხდებოდა ქვეყნის ხელისუფლებების ცვლილებები. დღეს ჩვენ ვართ უკვე იმ დონეზე, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თუ რაიმე ცვლილება უნდათ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს და არა უმცირესობა, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაირკვევა არჩევნების გზით და არა დაპირისპირების, გადატრიალების და სისხლის ღვრით. ჩვენ არავისთან არაფერი არ გვაქვს დასაპირისპირებელი, არ არსებობს რაღაც ერთი მხარე, მეორე მხარე, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და მინდა რომ ჩვენ იმის გამო არ უპირისპირდებოდეთ ერთმანეთს, რომ გიგაურმა პირობითად ვიძახი, გიგაურმა და ლონჟარიამ შეავსოს დეკლარაცია და საზოგადოებას კონდეს ინფორმაცია ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ვინ საიდან ფინანსდება და რას ხმარდება აღნიშნული თანხები, რა პროექტში იხარჯება. რატო უნდა ვიყოთ დაპირისპირებული ამ ყველაფერზე ერთმანეთთან აბსოლუტურად გაუგებარია. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის, კახა კალაძე იყო ჩვენი. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, ჩვენ განვაგრძობთ ეთერს, ახლა ბაქარ